ინსაფი არ იყო აქტივისტი, არავინ არ იცნობდა. არც ახლა მისი ოჯახიც რადგან რეგიონში ცხოვრობენ და ენის ბარიერი აქვს, არც ჩამოდიან, მე არ მინახავს ესენი რო ჩამოსული იყვნენ რამე აქციაზე მონაწილეობას იღებდნენ, არ მახსოვს და შესაბამისად ამ პროცესებში ინსაფის ხმა არ ისმის. და რა თქმა უნდა, არ უნდა დავდოვოთ ჩვენ მარტო არასოდეს, როგორც სხვა დანარჩენი სინდისის პატიმრებს, ასევე ინსაფის მხარდაჭერაც ჩვენი პირდაპირ ვალდებულებაა. და რადო აირჩიეს ინსაფი, მე მაქვს ესეთი ვერსია, რომ უნდათ აზერბაიჯანელენოვანი თემის დაშინება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, წინა საარჩევნო პერიოდში, საარჩევნებში საკმაოდ აქტიურად ვიღავით ჩართულები პროცესებში, თემის დაშინება უნდათ და სამწუხაროდ ინსაფი აირჩიეს, შეირჩიეს, არ ვიცით რა პრინციპით, თუმცა მე სხვა ვერსია არ მაქვს. ინსაფ ალიევი, რომელიც გამოხატავდა თავის კონსტიტუციურ უფლებას, ჩართული იყო პროტესტში, დაიჭირეს სწორედ იმის გამო, რომ ესე იგი რატო აკეთებდა ამას, ხო? პასუხისმგებლიანი მოქალაქეა, რომელმაც გააპროტესტა არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებები და ის პროტესტის იმგვარი დაშლა, როგორც დაშალეს რუსთაველზე და ამან ესე იგი სტიმული მისცა ჩვენს მოქალაქეს იმისა, რომ ამ ბოროტებას შებრძოლებოდა და ამის გამო ისჯება. მაგრამ რასაც აბრალებენ ეს ვითომ ერთად დაორგანიზებული ჯგუფი იყო და ასე შემდეგ, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ აქ ბიჭებმა ერთმანეთი სასამართლო დარბაზშივე ნახეს პირველად და გაიცნეს. ბრალად ედება ჯგუფურად დანაშაულის დაორგანიზება, ისე რომ ამ ჯგუფის წევრების ენაც კი არ იცის, ანუ ქართული არ ესმის ინსაფს და მას დღეს ქართველებთან, სხვა ქართველებთან ერთად ჯგუფურ დანაშაულში ბრალი ედება და 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ელოდება მას, რაც ჩემი აზრით ძალიან უსაფრთხო არის. საქმე მიმდინარეობს სახელმწიფოს კოდექსის 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, უშუალოდ ბატონ ინსაფ ალიევს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თუმცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება არც რაიმე სახის ჯგუფის არსებობა და ბუნებრივია არც ამ ჯგუფში რაიმე სახის მონაწილეობა. თუნდაც ერთი სახის ფარადინე ფურცელიც კი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ბატონ ინსაფ ალიევი რაიმე ფორმით ამ ჯგუფის ეგრეთ წოდებული ჯგუფის რომელიმე მონაწილესთან ან ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელებთან ხო ორგანიზატორებთან რაიმე სახის კავშირი აქვს, ან იცნობდა, ან რაიმე სახის კომუნიკაციაში იყო. და არც ის არ დასტურდება, რომ ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელებად, ორგანიზატორებად არჩეული პირები ერთმანეთს იცნობდნენ და რაიმე სახის კავშირი აქვს ამ ადამიანს. შესაბამისად, არც ამ ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ჯგუფის მონაწილეებს შორის კავშირი არ დგინდება და არც მასსა და ასე ვთქვათ ხელმძღვანელ ბირად არჩან ორგანიზატორებად იდენტიფიცირებულ ბირებს შორის არ დგინდება რაიმე სახის კავშირი. შესაბამისად, არც სახეზე ჯგუფობა არსებობს, არც რაიმე სახის ჯგუფში მონაწილეობა არსებობს და არც ბუნებრივია წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია არსებობს სახეზე.